საქართველოს 2025 წლის პირველ ნახევარში ფეროშენადნობების ექსპორტისგან 96 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო. მეორე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტის აზოტოვანი სასუქების რეალიზაციით კი 69 მილიონი დოლარი. რომელია ძირითადი საექსპორტო ქვეყნები და რა მოლოდინებია ამ მიმართულებით, ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, მოგესალმები. იანვარ-ივნისის პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ივნისში განხორციელდა და მიღებულმა შემოსავალმა 15 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საექსპორტო პროდუქციის ათეულში აზოტოვან სასუქებს 2.1%-იანი წილით მეშვიდე ადგილი უჭირავს, რაც შეეხება ფეროშენადნობებს, რთული და კრიზისული წლების შემდეგ სექტორში მცირედი გაუმჯობესებაა. ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ბოლო თვეებში ექსპორტის მაჩვენებლების დინამიკა მზარდი და შესაბამისად დამაიმედებელია. ამ ფონზე რამდენიმე საწარმომ, რომელსაც მუშაობა გაჩერებული ჰქონდა, საწარმოო პროცესი განაახლა. დღეისთვის ბაზარზე არსებული 30 კომპანიიდან 6 საწარმო მუშაობს და იმ შემთხვევაში, თუ კი ფეროშენადნობების ფასი საშუალოდ $1,300-მდე გაიზრდება, სექტორში მოლოდინია, რომ წარმოებას კიდევ რამდენიმე კომპანია განაახლებს. ეხლა ფეროსილიკო მანგანუმზე საშუალოდ ფასი არის $1,250. გაზაფხულის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიაზე ფასები გაცილებით დაბალია ვიდრე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შესაბამისად და თვითღირებულების ჭრილში ძალიან დიდ როლს თამაშობს ელექტროენერგია ფეროშენადნობის წარმოებისას. შესაბამისად ამან ბიძგი მიცა იმას, რომ თქვა საწარმოები ჩაერთვენ, დაიწყეს პროდუქციის გამოშვება და რაღაც პერსპექტივა გაჩნდა იმისა, რომ თუ თქვა ფასის ზრდაც დაეწია, იქ გაგრძელდეს ეს უკვე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამონიუმის ნიტრატის კუთხით დიდი სხვაობა არ არის. ფაქტიურად იგივე ციკლია, ზრდა გვაქვს ნატრიუმის ციანიდის მიმართულებით. ეს არის ჩვენი მეორე მთავარი პროდუქტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამთო-ოპოვების ინდუსტრიაში და მაგალითად ნატრიუმის ციანიდი გასული წლის 6 თვის განმავლობაში ექსპორტზე იქნა გატანილი 4,600 ტონა, ხოლო წელს იგივე პერიოდში 1,5-ჯერ მეტია ექსპორტზე გაყიდული, ანუ 7,000 ტონაზე მეტია. მიზეზი ამისი არის ის, რომ ინდორამმა სანამ გახდებოდა რუსთავის აზოტის მფელი, ჩვენ ამ პროდუქტს ვიდით ფაქტურად ექსკლუზივის პირობით ერთ-ერთ ბეიკერს. მაგრამ ორამამ გადაწყვიტა, რომ დაემყარებინა კონტაქტები მეტ მომხმარებელთან. საქართველოში წარმოებული აზოტოვანი სასუქი მსოფლიოს 20-მდე ბაზარზე გადის, მთლიანი ექსპორტის 23% კი რუმინეთზე მოდის, მეორე ადგილზე ლიეტუვა, მესამეზე კი ესპანეთი. ინდორამა კავკასიაში აცხადებენ, რომ ახალი ბაზრების ათვისებაზე აქტიურად მუშაობენ. ფეროშენადნობების ექსპორტის ძირითადი წილი კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთზე მოდის. 6 თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში $10 მილიონი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, თურქეთში კი $13 მილიონი ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ჩვენი უდიდესი ორი პარტნიორი ახლა არის ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი. ძირითადად ანუ 90% საქართველოს შემული ფეროშენადნობების გადის ამ ორ ქვეყანაში. თურქეთშიც თუ გამოსწორდება თქვა სიტუაცია, ძალიან დიდი სტიმული იქნება იგივე პატარა საწარმოებისთვის ფასის ზრდა თუ მოხდება, იმიტომ რომ პატარა საწარმოები ძირითადად თურქეთის ბაზარზე ოპერირებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი უდიდესი პარტნიორია და რჩება და ასეთი იქნება. მინდა ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველთვის პრემიუმ ბაზარი იყო, ყველაზე სახარბიელო და ყველაზე მიმზიდველი ამ დარგში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის და ბიზნესისთვის. დღესდღეობით ჩვენ ექსპორტის მიმართულებით ამონიუმის ნიტრატზე მუშაობთ ორ უმსხვილეს ოფტეიკერს. და ორიკას დამატებამ, ოფტეიკერის დამატებამ გამოიწვია გარკვეული ახალი ბაზრების ათვისებაც, მაგალითად პერუს. ამათ ძალიან მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი გაყიდვები პერუში. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ფეროშენადნობებზე საქართველოში მოთხოვნა ფაქტობრივად არ არის. აზოტოვანი სასუქების რეალიზაციაში და ბაზარზე კი გაზრდილია. მიმდინარე წლის 6 თვეში ინდორამა კავკასუსმა ქართულ ბაზარზე 41,000 ტონა აზოტოვანი სასუქები გაყიდა.
ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.